სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ მოვისმინეთ სახარება, სადაც მაცხოვარი შეგვაგონებს და გვეუბნება, რომ შეიგი რა სარგებელი გაქვთ, თუ მხოლოდ მათ მიმართ იქნებით კეთილები და მოწყალეები, ვინც თქვენს მიმართ არის ასეთ. აი, ეს ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია. ვინც შენ სიკეთეს გაგიკეთებს, შენს თუ მას გაუკეთებს სიკეთეს. მაგრამ თქვენო ემსგავსეთო, თქვენ ზეციერ მამასო, რომელიც ესე იგი აი მზეს შეადარა და ამბობს, რომ მზე რომ ამოდისო, ბოროტი კაცისა და კეთილი კაცის მინდორს ერთიანად მოეფინება. წვიმა რომ მოდის, ისიც ასე ერთიანად. და ქრისტიანიც ასეთი უნდა იყოს, ესე იგი, და გვეუბნება ჩვენ უფალი, რომ ვინცო გთხოვდესო მიეციო, ნუ გარე მიიქცევი, ანუ ზურგს ნუ შეაქცევი. ვისაც შენგან სესხება უნდაო, იმასაც მიეციო. ახლა ჩვენ და არა მარტო იმათო, ვისგანაც კვალად მოელით დაბრუნებას, არამედ იმათაც, ვისგანაც არ მოელით. ახლა ქრისტიანის ღირსება რაში მდგომარეობს, რომ თუ მოელი რომ უკან დაგიბრუნებს და მით უმეტეს თუ ახლა ნოტარიალურად არის დამტკიცებული, რომ ის უეჭველად უკან დაგიბრუნებს და თუ კიდევ სხვა რაღაცა ვალდებულებები აქვს, მაშინ ჩვენი იმედი ღვთისადმი რაში ჩანს? აი, ჩვენი იმედი არაფერში არ ჩანს თითქოს. ეს ადამიანურია, მაგრამ თუ ადამიანი მაინც მისცემს იმას, მისგანაც შეიძლება ვეღარ დაიბრუნოს, აქ ჩანს იმედი ღვთისად. რა თქმა უნდა, ამ იმედთან ერთად კეთილგონიერებაც არის საჭირო. უგუნურად არ უნდა გააკეთო. თუ იცი, რომ ადამიანს დასაღუპად უნდა, თუ იცი, რომ ესე იგი ის 1000-ჯერ გაუკეთებია ერთი და იგივე რაღაცა, იქ კეთილგონიერებაა საჭირო. მაგრამ თუ იცი ნამდვილად, რომ უჭირს და ამ გაჭირებასთან ერთად არის წყალებში საშიშროება, რომ ვეღარ დაგიბრუნებს, იქ ზურგის შექცევა იქნება ღვთისმცნების დარღვევა. აი, ამაზე აქ ლაპარაკი. და მეორე მხრივ კი, აი, ჯერ კიდევ პირველი საუკუნეების დიდი საეკლესიო ძეგლი დიდაქი არის მოძღვრება 12 მოციქულის. იქ არის ნათქვამი, რომ შენმა მოწყალებამო ოფლი გამოიღოს შენს ხელში. ანუ ისე კი არ აიღო და დაუდევრად მისცე, ოღონდაც თავი დაგანებოს და მისცე. ოფლი გამოიღოს, რომ დაფიქრდე, ვის აძლევ, რისთვის აძლევ და რა სარგებელს მოუტანს თავად მას, ვისაც აძლევ. მეორე მხრივ კი იყო ნათქვამიაო, რომ გიყვარდეთო თქვენი მოყვარენიო და შენი მტერი გძულდეს. მაგრამ მე კი გეუბნებითო, რომ გიყვარდეთო თქვენი მტრებიო და დალოცეთო თქვენი მაწყევრებიო. ახლა შედეგი რა იქნება? დავუშვათ, ვინც ჩვენ წყევლის, ვინც ჩვენ გვავიწროვებს, თუ ისაც ჩვენ ბძულ ვართ, ჩვენც იგივენაირად რომ უპასუხოთ, შედეგი რა იქნება? ის კიდევ უფრო მეტად გამძვინვარდება, იმიტომ რომ მის უკან ეშმაკი დგას. მოციქული პავლე როგორ ამბობს? არ არისო ჩვენი ბრძოლაო სისხლისა და ხორცის წინააღმდეგო, არამედ ჩვენი ბრძოლა არის დაცემული ანგელოზების წინააღმდეგ და სწორედ ის აქეზებს იმ ადამიანს. და ჩვენი მხრიდან თუ მისი დალოცვა გამრავდებოდა, მაშინ რა იქნებოდა შედეგი, რომ მისი მხრიდან ჩვენი წყევლა გამრავლებდა არა ჩვენი მხრიდანაც წყევლა კვლევას, არამედ ჩვენი მხრიდან ლოცვას გაამრავლებდა. და ეშმაკი მიხვდებოდა, რომ ესე იგი, მე იმით, რომ ამას წავაქეზებ, ლოცვა მრავლდება. და ის როგორ ლოცვას გაამრავლებს, ის ლოცვას არ გაამრავლებს. ამიტომ შენი ეგრეთ წოდებული მოწინააღმდეგის მხრიდანაც შეწყდებოდა ის წყევა, თუ ჩვენი მხრიდან ლოცვა გამრავდებოდა მისთვის.
თუ მისი მხრიდან ყოველი ბოროტებისას ჩვენი მხრიდან სიკეთე გამრავლდებოდა მის მიმართ, იქაც ეშმაკი გაანებებდა იმას თავს და გამოვიდოდა, რომ ჩვენი მხრიდან ღვთისმცნების აღსრულება მასაც გადაარჩენდა და ჩვენს დაგვიცავდა წოდაში ჩავარდნისა. აი სულიერად თუ შეხედავ ესე, თუ ადამიანურად შეხედავ, მაშინ ვისაც დიდი კუნთები აქვს და ვისაც დიდი ძალა აქვს, ის მოერევა, ვინც უფრო მეტს და დახელოვნებურად მეტყველებს, ის გაიმარჯვებდა ამ კამათში თუ საუბარში. მაგრამ სულიერი გაგებით, აი ესეა, ღვთისმცნებაა, რომ ვისაც ჩვენს ძულ ხარ, ილოცე მისთვის და სიკეთე გაუკეთე. ამით მას განაიარა და შედეგად იქნება ის, რომ შენ სულს გადაირჩენ და შეიძლება ისიც დაფიქრდეს. ახლა როგორ შენ რომ ადამიანს ურტყამდე და ის არ გპასუხობდეს, შენთვის გამაღიზიანებელი არაფერი არ არსებობს. ის აქეთ კამფეტებს გჩუქნიდეს და შენ აქედან ლანძღავდე, სადღაც გაიღვიძებს ინდისი და შეგწყვეტ. და ეშმაკით დაგანებებს თავს, იმიტომ რომ სადაც ჩხუბია და ურთიერთდაპირისპირება, იქ არის ეშმაკი ზუსტად. და სადაც სიყვარულია, როგორ ამბობს მოციქული, რომ ღმერთი არავის არსად უნახავსო, მაგრამ თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარსო, ღმერთი ჩვენ შორის არის და მისი სიყვარული ჩვენ შორის აღსრულებულია. თუ ჩვენ ერთმანეთი გვძულს, მაშინ იმ სიტყვებიდან გამომდინარე, ასევე ვინ არის ჩვენ შორის? ჩვენ შორის ეშმაკი. ჩვენ როდესაც აი წილის დროს ვამბობთ ხოლმე, რომ ქრისტე არის ჩვენ შორის და ვეუბნებით ერთმანეთს არს და იყოს. ეს ჯერ კიდევ ძველი ქრისტიანების წესი იყო, აღონეს შუა ლიტურგიაში კი არ იყო ჩართული. ლიტურგიის წინ ერთმანეთს ხვდებოდნენ სწორედ ამ სიტყვებით, რომ ქრისტე არის ჩვენ შორის. ახლა წარმოიდგინეთ მათ ერთმანეთის ნახვა როგორ უხაროდათ. იმიტომ რომ აი ახლა ამოვიკითხეთ, ერთ დღეს 10,000 მოწამე ეწამა, ხო, დეკიუსის დროს ანტიოქიაში, დღეს არის მათი ხსენება. ხოდა წარმოიდგინეთ, იმ 10,000 რამდენი ნაცნობი ჰყავდა და იმ ნაცნობებმა რამდენი მოისაკნისეს და ვეღარ ნახეს, ვეღარ შეხვდნენ, ვეღარ ჩაიხუდნენ. ამიტომაც ყოველი წირვის წინ ერთმანეთს რო ხვდებოდნენ ჩუმად კატაკომბებში, როგორ არ გაახარებდათ ერთმანეთის ნახვა, გადაეხვეოდნენ და ეუბნებოდნენ, ქრისტე არის ჩვენ შორის. აი ეს სიტყვები, რომ ქრისტე არის ჩვენ შორის, მარტო სიტყვებად კი არ უნდა იყოს, არამედ მე შენს მიმართ უნდა მქონდეს ქრისტეს მცნებებით დამოკიდებულება და ურთიერთობა და შენ ჩემს მიმართ ასე. და მაშინ არის ქრისტე ჩვენ შორის. და თუ ესე არ არის, მაშინ აუცილებლად იპოვის ეშმაკი შემოსაძრომს და ის იქნება ჩვენ შორის, რომელიც აი ჯარით წერია ყველას ესე. და კიდევ ქრისტიანის ღირსება არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვის ქცევაზე. ჩვენ ვიტყვით, რომ მან შენდობა არ თქვა და იმიტომ არ ვაპატი. თუ ის შენდობას გთხოვდა, ეს მისი ღირსება იქნებოდა. მაგრამ ჩემი მხრიდან რო ვაპატიო, ეს ჩემი ღირსება, მიუხედავად იმისა, ის ითხოვს ამას თუ არა, მე ჩემს გულში უნდა ვაპატიო მას. ეს არის ჩემი ღირსება. და ის უკვე მისი ღირსება რო ითხოვს შემინდეთ. ეს მისი ღირსება. და თუ ჩემი ღირსება დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ ის როგორ მომექცევა, მაშინ სადღაა ჩემი სიმტკიცე, ჩემი ქრისტიანობა სადღაა. ახლა წარმოიდგინეთ, ნოეს გარშემო არავინ აღარ იყო ღვთისმოყვარე ადამიანი დარჩენილი და მაშინ ნოეს რა უნდა ეთქვა? გრითი გაემართლებინა თავი. მას ყველაზე მეტად ჰქონდა თავის გამართლების შესაძლებლობა. მაგრამ ისიც არ გაიმართლებდა და ვერ გაიმართლებდა თავს, თუ უღისად მოიქცეოდა და უწმინდურად მოიქცეოდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მას რომ ჰქონდა თავის გასასამართლებელი, ისევ ის ჰქონდა. ძალმომრეობა იყო, გამეფებული გარყვნილება და უღმერთობა. მის გარშემო ყველგან ერთი მისი ოჯახი იყო დარჩენილი და მისი ოჯახი გახდა ის წყაროს თვალი, საიდანაც ხელახლა აღმოშობა ღმერთმა კაცობრიობა. ამიტომაც აი ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ის რო ცუდად მოიქცა, იმიტომ ვიქცევი ცუდად. იმიტომ რომ უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს, რომ
მე თქვენ გაგზავნით როგორც ცხრებს გლების ხროვაში. წარმოიდგინეთ, გლებში გზავნით. ახლა ის მგელი ცუდად მომექცეო, ცხარი ხო ეტყვის, აბა მგელი კარგად როგორ მოგექცე. და იქაც კი იმ ცხარს უნდა შენარჩუნებული ქონოდა თავისი მორჩილება და სათნოება. და ჩვენც ეს ღმერთი შეგვეციოს, აბა ღმერთმა მშვიდობა მოგცეს და ერთმანეთს შორის სიყვარული გქონოდეთ. ჩვენთანაც ღმერთი.